სპორტის სიახლეებით კურიერში 9 საათზე დიმიტრი ობოლაძე დაგვიბრუნდა. კიდევ ერთხელ დავბრუნდი საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის თანაორგანიზატორობით დღეს აფროსნობაში შავი ზღვის თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირში საქართველოს 6, უკრაინის 12 ახტა გამოდის. ქართული აფროსნობის ისტორიაში პირველად ტურნირში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 სპორტსმენი მონაწილეობს. აფროსნობის შავი ზღვის თასის გათამაშება 30 ივლისს დასრულდება. ამ ღონისძიებას საფუძველი ჩაეყარა შარშან, პირველად ჩატარდა სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფროსნობის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით და წელსაც ასევე გრძელდება. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ყოველ წელს ჩავატაროთ ეს ღონისძიება და მასშტაბები გავზარდოთ. ეს არის განსაკუთრებული მიმართულება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მონაწილეობენ და თან ხაზს უსვამთ, რომ თანაბრად ვიღებთ მონაწილეობას, გვაქვს ამბიციები და დიდი იმედი იმის, რომ გავიმარჯვით. Red Bull King of the Rock 2012 ამ სახელწოდების ქუჩის კალათბურთის პრესტიჟული ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი თბილისში გაიმართება. შეჯიბრში 64 პროფესიონალი სპორტსმენი მოყვარული და ქალბატონი კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას. თითოეულ მათგანს უკვე შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია ონლაინ Facebook-ის მეშვეობით გაიაროს. ამ კვირას მეტექის ხიდზე 16 საათიდან დარეგისტრირდეს. იმ მოყვარულმა და პროფესიონალმა კალათბურთელებმა, რომლებმაც რეგისტრაცია უკვე გაიარეს, ზიურში ბოლო ვარჯიშები ჩაატარეს. ჩემპიონატი მეტექის ხიდზე კვირას 18 საათზე დაიწყება. მხოლოდ ერთი გამარჯვებული ყველაზე ცნობილ ამერიკული ციხის ალკატრასის ეზოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. სტრიტბოლის განვითარებისთვის საქართველოში ესეთი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა არ ვიცი, არ მგონია პირველივე წელს კონკურენცია გაუწიონ ჩვენმა სპორტსმენებმა ამერიკელ კალათბურთელებს, თუმცა ეს ტურნირი იმით არის გამორჩეული, რომ ისტარდება ალკატრასის ყველაზე ცნობილი ციხის ეზოში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი წარმოდგენა. Red Bull-მა მოგცა საშუალება, რომ შევეჯიბროთ კალათბურთელები, არა მოყვარული კალათბურთელები ერთმანეთს და გავიმგზავროთ გამარჯვებული მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, რაც დამატებითი სტიმულია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კალათბურთელისთვის. ელემენტარულად საინტერესოა თამაში და შენი თავის გამოვლენა.